მოგესალმებით ამიგოებო, ჩემი სახელია რეზერგი და ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ მორიგ off stream-ზე ჩაწერილ reaction ვიდეოს, სადაც უნდა დავარიაქტო Daredevil is Born Again. რაც შეეხება ამ სერიალს, თუ ვინმე მიცნობთ, ან ვინც არ მიცნობთ, შემახსენებელი იქნება ვინც მიცნობს მაგათვის. ვინც არ მიცნობს კიდე მაგათვის პირველად გაიგებთ, კაროჩე, რომ ეს პერსონაჟი Daredevil, ანუ ეს ქართულად მოიცა რა ქვია? თავქარიანი, ხო? მე მგონი ეგ რაღაც უაზრო თარგმანი მგონია, მაგრამ მე მგონი ეგრე ეძახიან. კაროჩე ჩვენი ბიჭი რა, მეთი არის ყველა დროის ჩემი საყვარელი ბიჭი სუპერგმირი. ყოველთვის ვაფშე ბავშვობიდან ოდიდგანვე სულ მომწონდა ხოლმე სპაიდერმენს რო ეხმარებოდა ტიპი, იმიტომ რომ წითლებში რო იყო ხოლმე ჩაცმული და რაღაც ძალიან არაფერი განსაკუთრებული რო არ იყო სხვა სუპერგმირებთან შედარებით, ყოველთვის ჩემ ყურადღებას ძალიან იქცევდა ხოლმე მაგით. ძალიან რაღაც მისტერიოს და საინტერესო პერსონაჟი ჩანდა ხოლმე ყოველთვის. ხო და ჩემთვის რო იცოდეთ, ეს პერსონაჟი არის ყველა დროის ჩემი საყვარელი ბიჭი სუპერგმირი. გოგოვისაც განეთესეთ, ბარემ გეტყვით, Scarlet Witch არის, ანუ Wanda. რაც შეეხება თვითონ Daredevil სერიალს, top 3-ში ჩემს საყვარელ სერიალებში ჩაუსვავდი თავისუფლად. ჩემთვის ძალიან მაგარი სერიალია და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ასევე ჩემ გულში, იმიტომ რომ ძალიან მომწონს კაროჩე ეს სერიალი. აი მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან CG-ით გადატვირთული არ არის და რაღაცა ძალიან მევასება, ძალიან. და მაგითო ძალიან მომწონს. აი ისევე იმ მიზეზის გამო რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟი თამაშობს სუპერგმირი, არის სუპერსტორად და Charlie Cox-იც ძალიან მაგარი მსახიობია, სულ მომწონდა ეს სახიობი. თვითონ პირველი სეზონი არის ჩემთვის როგორც თქვი, ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი, მაგრამ ყოველთვის როცა პირველი სეზონი დამთავრდა, ძალიან მინდოდა რომ არასოდეს აღარ გამოსულიყო ამ სეზონის ამ სერიალის მეორე ნაწილი. და გეტყვით რატო? იმიტომ რომ ჩემი ცხოვრებიდან რაც დამიმუღამებია, ხო? უმეტესად პირველი ნაწილები ყოველთვის არის ყველაზე მაგარი. იმიტომ რომ პირველი ნაწილები ძირითადად ყოველთვის იქმნება ხოლმე ავტორის ვიჟენით, ხვდები და ავტორის ხედვით, ვინც წერს სკრიპტს, მსახიობების და ყველაფერს. თუ პირველი ნაწილი გავარდა და მაგარი ფული ამოიღო, მერე მეორე მესამე ნაწილებსაც ქმნიან ხოლმე რა. ხო და აი ზუსტად მაგ მეორე მესამე ნაწილებს ხოლმე ძალიან ეტყობა რომ უკვე ფულის გამოა შექმნილი და აი ეგ ხიბლი იკარგება რაც პირველ ნაწილში არის. ეგეთი მახსენდება ერთი 20 ფილმი, 20 სერიალი და არავი 30 ანიმე და რაღაცები მე მგონი, რომელიც ზედმეტად გაწელილი არის, ხო ხვდები, ხო და ამ სერიალს ძალიან მაგარი პირველი სეზონი ჰქონდა და ძალიან მინდოდა რომ მეორე სეზონი აღარ ქონოდა, მაგრამ ეხლა რახან მეორე სეზონი გამოდის, თქვენ წარმოიდგინეთ რაღაც პონჩი მეშინია, იმიტომ რომ ნახდად არ ვიცი როგორი იქნება რა და არ მინდა რომ ეგეთი მაგარი სერიალი როგორიც იყო ეს და დამამახსოვრდა, ნახდად არ მინდა რომ აი გამოთქმა რომ არსებობს პირში ცუდი გემო დამჭერს, ხო ხვდები და რაღაცა ცუდად დამამახსოვრდეს ეს სერიალი. და იცი როგორ არის, ფიქრობ რომ გამოვა ეს ახალი სეზონი, უყურო თუ არ უყურო. აი ჩემი საყვარელი ანიმე რო გითხრათ არის Full Metal Alchemist და ღმერთს ვთხოვ რომ აღარასოდეს აღარ გამოვიდეს მაგანიმეს მეორე სეზონი, იმიტომ რომ არ მინდა ხვდები, იმიტომ რომ დამიმუღამებია რომ ხშირად აბუჭებენ ხოლმე. ხო და ამაზეც მაგის მეშინია რა, ისე მგონია რომ მეორე სეზონი რო გამოვიდა გააბუჭებენ, მაგრამ იმედი მაქვს ვაზვიათებ, ხვდები და ეს ჩემი შიშები გადამეტებული არის და ძალიან დიდი იმედი მაქვს ეგ დრო, აი რამდენ წლიანი 3 თუ 4 წლიანი შუალედი, ხო? თუ მეტი არა მე მგონი. რაც იყო პირველსა და მეორე სეზონს შორის აიღეს, მუშაობდნენ, დაფიქრდნენ მართლა რატო მოეწონა ხალხს პირველი სეზონი ეგრე ძალიან და რატო იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი მე მგონი გქონია აქამდე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, კაროჩე რომ იმოლოდინებს გაამართლებს, რასაც ფანები ველოდებით. იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ჩემთვისაც ძალიან საყვარელი სერიალია ეს და ძალიან მნიშვნელოვანი. Daredevil-ის გამო რა თქმა უნდა. დავიწყოთ ამის ბაბუც. ეს პატარა რაღაცა აუცილებლად უნდა მეთქვა, იმიტომ რომ მინდა იცოდეთ ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ხვდები და თუ რაღაცის გამო გავაკრიტიკებ ან უხეშადო თქვა, დავაჯვავ, უნდა იცოდეთ საიდან მოდის ეგ კრიტიკა და რატომ აღიზიანებს ეგრე ძალიან ეგ რაღაცეები. წავიდა. იმედი მაქვს Punisher-ი იქნება, ჩემი ბიჭი. Thank you for finding the time. და კიდევ კარგი Charlie Cox-ი არის. I will admit, it's not entirely unpleasant seeing you again. აბა ვნახოთ. Netflix-ის არა, ეხა Disney Plus-ზე გადის. By the look of it, you've come up in the world. აი რო კასტი იგივე. I could say the same about you. The mayor serves his city. I can see you're not entirely convinced. Can you blame me? I can't shake the feeling that you're gaming the system. Why did you stop being a vigilante? The line was crossed. აუ ძალიან გიჟი კაცია რა. It's hard to come to terms with a violent nature. Hating the power it has over us. Oh, ხმარს! Can't go unchecked. რა გიჟია, ჩემი აუ როგორ მევასება იცი? Sometimes peace needs to be broken. chaos
ისა, Punisher არ არის? Hatch it down. I was raised to believe in grace. But I was also raised to believe in retribution. კარგი ჩანს ვაღიარებ. ძალიან კაი ჩანს. იმედი მაქვს ინტრო იგივე ექნება. 4 მარტი. მარტამდე განა რაღა დარჩა. მარტამდე. რავი, ძალიან მაგარი იქნება ხალხო რა, ძალიან მაგარი. ასე ხა, ტრეილერი და მსჯელობა კი არასწორი არის ვიცი და არ შეიძლება რომ ბოლოდას უნდა გამოიტანო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რასაც უყურებ, ტრეილერი მართლა მომეწონა სიმართლეს გაუმარჯოს. ჩხუბის სცენები ძალიან ბევრი იქნება, უეჭველი ეთყობა და იმედი მაქვს აი კაი სადისტური ჩხუბები იქნება რა. თან სადაც Punisher-ი არის, ხო იცი, მან დანდობა არ იქნება. ხო და იმედი მაქვს დუო იყო ჩაღებს. ძალიან მევასება ორივე არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი, იმიტომ რომ რაღაც განსხვავებული სტილის ტიპები არიან და მაგრამ ორივეს რაღაც პუნჩი ერთი და იგივე მიზანი აქვს, ხო ხვდებით და მაგითო სულ მომწონდა კაროჩე ორივე. ჩემი ძმა განსაკუთრებით Punisher-ზე გიждდებოდა ხოლმე და მე კიდე ყოველთვის ამაზე, Daredevil-ზე. რავი, თუ რაღაცა ისეთი არის, რაც გინდათ მითხრათ ამიგოებო, რაც ეხა სავარაუდოდ 3-4-ჯერ უყურო და შენელებული კადრებით ბევრი ისეთ რაღაცას დაინახავ, რაც ხო ხვდები ესე მე რო უყურებ ჩაულებრად ეგრე გამოგეპარება უეჭველი. ასე რომ თუ რაღაცა ისეთი არის, რაც გინდათ ვიცოდეთ, დამიწეროთ რამე რაც გამომჩანთ, თქვენი აზრი გამიზიაროთ ტრეილერთან დაკავშირებით, ან ამ სერიალთან დაკავშირებით, ნებისმიერ რაღაცას სიამოვნებით მოვისმენ და ძალიან გამიხარდება წვეთში. ერთი რაღაცა, რასაც ვფიქრობ ასევე გეტყვით, ეგ არის, რომ სერიალის ეპიზოდური განხილვა დავდო. რამდენად გავაკეთებ მაგას არ ვიცი, იმიტომ რომ რაღაც Marvel-ის და Disney-ის გურუ მე არ ვარ, მაგრამ ყოველთვის გამორჩევით მიყვარდა ეს პერსონაჟი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ ვიცი. და მაგითო მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრის მოსმენა რა. ეგ იყო და ეგ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თავს გავუფრთხილდით და გელოდებით შემდეგ ვიდეოში. Peace.